კომენტარს აკეთებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს აქვს თავისი აღწერაც. ამას ქვია დოგმატიზმი. როდესაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. ჩვენ რასაც ვისმენთ ეს რუსული კანონი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის დოგმით მსჯელობა, როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ 9 საათის განმავლობაში ბატონი მამუკა მდინარაძე სვავდა მთავარ კითხვას, ვინაიდან იმისთვის რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი, არსებობს ერთი მარტივი ხერხი. ეს არის ერთი მარტივი კითხვა, რატომ? ამ რატომზე როცა არ არის პასუხი არგუმენტირებული და ლოგიკური, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, წმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ როგორც არგუმენტი. გუშინ, როდესაც საუბარი იყო რუსული კანონი, და სხვადასხვა ესეთი არგუმენტები და ყოველთვის ის უნდა კითხვა, რატომ და არ არის საჭირო ეს რაღაცა რატომ ისმე უნდა კითხვა და ვერ გასცეს ვერცერთი პასუხი. ერთადერთი პასუხი და ეს ადასტურებს კიდევ რომ საქმე გვაქვს ჩვენ დოგმებთან, ერთადერთი პასუხი იყო იმიტომ რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ხომ ეს იყო ერთ-ერთი პასუხი. კი მაგრამ ბრიუსელი ხო გეუბნება არა, კი მაგრამ ვაშინგტონი ხომ გეუბნება არა. ამ ქვეყანას გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპები თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპები თავის ცხოვრებაში და ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით. თავარია რას ამბობს ქართული ხალხი და არა რას გეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მით უმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის. როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს. რომ ვეკითხებით რატომ არ უნდა იქაც მიღებული ეს კანონი, გონებია იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა. რატომ არ უნდა? არა, იმიტომ რომ არ უნდა. ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ? იმიტომ რომ უცხოელები გვეუბნებიან რომ არ მიიღოთო. ანუ ასეთი ურთიერთ მითითება მიდის და შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ეგრეთ წოდებული ვეტინგის დროს. გახსოვთ ალბათ რომ ვეკითხებით არასამთავრობო სექტორს რატომ უნდა იყოს, გვეუბნებიან იმიტომ რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან რომ ვეტინგი ჩაატარეთ, ვეკითხებით უცხოელებს რატომ უნდა ჩავატაროთ, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობენ. აი ამ რატომზე, როდესაც არ არის არგუმენტი, არამედ არის მითითება რაღაც ავტორიტეტებზე, ეგრეთ წოდებული. აი აქ ჩანს ზუსტად რომ სინამდვილეში ახლა არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალოს საზოგადოებას აზროვნება, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარო კარგად და ძალიან კარგად ხვდება, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და ჩახშობა მსჯელობის და არგუმენტირებული განჯისა აღარ გამოვა ჩვენს ეკონომიკაში. რაც შეეხება პროცედურებს, იცით გუშინ პირველი მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს პლენარის ხდომაზე გავად, ისიც რომ პლენარის ხდომა სამშაბათობით იწყება პოლიტიკური განცხადებებით, ამიტომ ამ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, რა თქმა უნდა, მივყვებით ჩვეულებრივ დღის წესრიგში. Ali გვერდსაჭიროთა დაკავშირებით ინფორმაცია შინაც მოხდა საკომიტეტო დარბაზში ერთ-ერთი ფაქტი რომ შეგვასწრა და მეორე მხრივ რეაგირება იქნება ეს სახის. მას ეხლა მანდატი იცავს, მაგრამ აი რა პროცესის განვითარება შეიძლება ელოდოს ახლა საზოგადოებას. ორი მომენტი აქ მნიშვნელოვანი. ერთი რომ ფიქრობ შეფასებაზე მნიშვნელოვანი აქ უფრო არის ის რომ შევეცადოთ ავხსნათ ეს აქცია. პრობლემა აქ შეფასებაში არ არის, გასაგებია რომ ეს არის თავდასხმა და ძალადობა, მაგრამ აქ უფრო პრობლემური არის ახსნა. რატომ და რატომ ამ ფორმით მოხდა ეს თავდასხმა. და ჩვენ შემდეგ ის შეგულიანებები, რომელიც ჩვენ ნახეთ, მათ შორის მედიის საშუალებითაც, რომლებიც ახდენდნენ ამ ფაქტის რაღაცა წარმოდგენას პოზიტიურ ჭრილში, ამან ფიქრობ გააჩინა ეჭვები და გააღრმავა ის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი და არ ვიცი ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ეს ფაქტია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. იმიტომ რომ ასეთი თავდასხმა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ძალადობრივი თავდასხმა, მე პირადად არ მაქვს ყოფილა სხვადასხვა შემთხვევები ამ პარლამენტში, მაგრამ ასეთი ფორმით, ასეთი სახით, რომელიც უპირველეს ყოვლისა თავდასხმელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, არც რთული არის რომ ამას რაიმე შეფასება
მოუძებნო კიდევ ერთხელ აქ თავარი პრობლემა არის რომ როდესაც ცდილობ ახსნა რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი აქ ერთადერთი ახსნა არის ის რომ იყო გარკვეული დაკვეთა მიზანი კიდევ ერთხელ უყურეთ გუშინდელი სურათი იყო ფაქტობრივად განმარტება იმისა თუ რა ტაქტიკა აქვს რადიკალურ ჯგუფებს ოპოზიციასა და ზოგიერთ NGO და მედია საშუალებაში. გუშინ ნახეთ ჩვენ იყო პირველი დოგმატიზმი, ანუ მსჯელობის ჩახშობა, არ შესვლა შინაარსში, ასე თვითონ ამბობენ, რომ შინაარსში არ შედიან და დოგმებით საუბარი რომ გითხრა უცხოელმა და ამიტომ ასე უნდა გავაკეთოთ, ის კი არა ქართულ ხალხს რა უნდა, ჩვენთვის რა არის კარგი, ამ ქვეყნისთვის რა არის კარგი. გუშინ მამუკა მდინარაძე ამაზე ძალიან კარგად უპასუხა. ევროკავშირიდან ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეშვა. უნდა გავეკეთებინა ეს? არ უნდა გავეკეთებინა, არ გავაკეთეთ და ძალიან კარგიც იყო, არ გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის დარწმუნდა. ხო, როდესაც ჯადოსნური ხერხებით მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა, რომ გამოჯამთელდა სხვადასხვა განუკურნებელი სცენისგან. ასე რომ ჩვენ ასე კიდევ ერთხელ მიკვირს, რომ დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან და როგორ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის ჯგუფები, რომლებიც წესით, სიტყვით ხადაგებენ თავისუფლებას თითქოს და სინამდვილეში არიან ჩვეულებრივად დოგმებში ჩაკეტილი ჯგუფები, რომლებიცაც არის ერთადერთი ავტორიტეტი, რას გეტყვიან უცხოეთიდან. არა ის რას გეტყვის ქართული ხალხი, არა ის რაც ჭირდება ამ ქვეყანას, არა ის რაც ჭირდება ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. არაფერი, რას გეტყვის უცხოელი. ესა ერთადერთი გამსაზღვარი. როგორ მოხდა, რომ აი აქამდე მივიდა ეს ჯგუფები, რომლებიც უნდა თავისთავად წარმოადგინონ პროგრესულობას. პროგრესი არის, როდესაც ადამიანი როცა სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის ინტერესებზე არიან აწყობილი და რაც შეეხება мотиваციებს კიდევ ერთხელ თული არის ერთადერთი არის რომ ერთადერთი ახსნა აი ამ ყველაფერი აუხსნელისა და თქვენც იქ იყავით ალბათ დარბაზში ეს ტელევიზიით ნახეთ და იქ დარბაზში ალბათ კიდევ უფრო წავეთ აღიქმებოდა რომ აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცა და ესაც ჩვენ ზუსტად ეჭვებს რომ ამის უკან რაღაც დგას. მარიამის ხმები უნდა მკითხოთ ბატონო შალვაში პარლამენტთან საკმაოდ მშვიდობიანად მიმდინარეობდა დასაწყისში მაგრამ სანამ გიორგი ხადაგიძემ არ მოუწოდა რომ პარლამენტის სიკვდილო გადანაწილებულიყვნენ აი რა იყო მათი მიზანი ამ შემთხვევაში იგივე მიზანი წეგან არ დავასრულე ანუ პირველი რომ ჩაახშონ დისკუსია და მეორე წავიდნენ პროვოკაციაზე იმისთვის რომ რაღაც ძალადობის სცენები დაიდგას რომლითაც შემდეგ ემოციური ტალღების გამოწვევა სურთ. ზუსტად ეს იყო მათ შორის კომიტეტზე მომხდარის ახსნა, სწორედ ეს იყო მიზანი აი ამ ძალადობრივი თავდასხმისა, რომ შექმნილიყო რაღაც კადრები და ვიზუალი ძალადობისა, რომ ემოციებზე ეთამაშა. ჩვეულებრივ აი კგბ-ს სახელმძღვანელოდან ამოკითხული სცენარით მიდის ოპოზიცია. პირდაპირ კგბ-ს სახელმძღვანელოდან, რომელიც მათ აქვს საკითხული, მე არ მაქვს, მაგრამ რახან თვითონ ციტირებენ ხოლმე. რაც შეეხება აქციის მსვლელობას, მე მგონი ჩვენ გუშინ ნახეთ კიდევ ერთხელ როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია, მინდა მათ მადლობა გადაუხადოს. სამწუხაროდ ქმედებების გამო ერთი პოლიციელი დაშავდა, იცით. ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი ასეთი მოძალადის დაკავება პოლიციის მხრიდან ჩვენ შინაგან სამინისტრო გუშინ განმარტებებს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ ნახეთ იმდიდროვდა აქცია, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და არავინ ხელს არ უშლის და პირიქით პოლიციის მოწოდინება ზუსტად ის არის, რომ დაცული იქნას თავად აქციის მშვიდობიანი ხასიათი და უსაფრთხოება, მაგრამ მე ვნახეთ ჩვენ რაც მოხდა, რომ იყო მცდელობა პიკეტირების, სადაც პოლიციამ უთხრა რომ იმისთვის რომ პარლამენტის საქმიანობას არ შექმნეტა საფრთხე ქუჩების გადაკეტვა არ მოხდარიყო გვერდთა ქუჩების და აქ ნახეთ ჩვენ რაც იყო მცდელობა მიწოლა პოლიციაზე იმისთვის რომ რაღაც ყოფილიყო ინციდენტები იქ და აქ მე მინდა განსაკუთრებით მიმართო იმ ხალხს რომლებიც ასეთ აქციაზე არიან ხოლმე და შემდეგ მე გვესმის რომ მშვიდობიანი აქცია იყო და რატომ მოუწია პოლიციას ძალის გამოყენება ის ვინც დგას რუსთაველის გამზირზე რაღაც მომენტში და მოცილებულია ამ გვერდითა ქუჩებს დააკვირდნენ რა ხდება ხოლმე ამ გვერდითა ქუჩებს ის წინა ხაზები რომელიც იქ იყო
როგორ ასე ვთქვათ, შედიოდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან, იმისთვის რომ გამოეწვიათ პოლიციის რეაქცია. ამიტომ კიდევ ერთხელ აქციას რაც შეეხება ყველანაირად შეუძლია გამოხატოს ყველა თავისი დამოკიდებულება და აზრი, ეს უნდა იყოს მშვიდობიან ფორმაში. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალადობა რა თქმა უნდა დაუშვებელია ყველანაირად. დაუშვებელია როგორც ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, ასე ძალადობრივი აქტები და შესაბამისად მოუწოდებ ყველას რომ გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა ჩაეტიონ გამოხატვის თავისუფლების შრომაში. ბიშულთან დაკავშირებით მინდა მეკითხა. სალომე ზურაბიშვილი. არა, ბიქში ვიყავ. აი, აქეთ მორჩები ბოლო. მარიამ, შენ არც ხო შეთანხმება რას ნიშნავს? ხო, იქ არის საუბარი NGO-ები, რომელიც იღებენ ევროკავშირის financeებას, უნდა იყოს გამჭირვალე. აი, აქედან გამომდინარე მაქვს კითხვა, თუ მაგალითად იპიპის ვებგვერდზე ანგარიში წერია, რომ NGO-ები გამჭირვალე უნდა იყოს, აი ჩვენთვის რატომ არ არის მაგალითად დასაშვები? იმიტომ რომ ისაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. ეს თქვი კიდევაც რომ ეს უკვე აღარ სერიოზულიც აღარ არის ხოლმე მაშინ მსჯელობა. ჩვენ უცხოელ კოლეგებთან ხოლმე ესე ვთქვი რომ იქაც დოგმების დონეზე არის დასული ეს ყველაფერი, შინაარსში შეცვლა მინიმალური, შინაარსობრივად არგუმენტები არ არსებობს თუ რატომ არ შეიძლება, რატომ არ აქვს უფლება ქართულ ხალხს ისევე იზრუნოს საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, ისევე იზრუნოს უცხოური გავლენების გამჭვირვალობაზე, ისევე როგორც ამას აკეთებს ფრანგი, ინგლისელი თუ გერმანელი. ევროკავშირის 16 ქვეყანაში არის სხვა კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალობის და ლობისტური საქმიანობის რეგულაციებს ეხება და სულ უფრო იმატებს საჭიროება ასეთი კანონმდებლობისა და ეს გასაგებიც არის. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ჰიბრიდული ომების ეპოქაში, სადაც მთავარი იარაღი არის უხილავი გავლენები და დეზინფორმაცია. და ამას ცდილობს ყველა საზოგადოება საკუთარი უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე რომ უპასუხოს. აქედან გამომდინარე და რაც მთავარია ამ კანონში ხაზგასმით მინდა ავხსნათ. თუ კი ავიღებთ ყველა კანონს მსგავს კანონებს, რომელიც ლობისტურ საქმიანობას, უცხოურ დაფინანსების გამჭვირვალობას, ანუ ამ სფეროს ეხება, ჩვენი კანონპროექტი არის ყველაზე მინიმალური რეგულაციით. ერთადერთი, მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს ამ შემთხვევაში ორგანიზაციებს, ისიც იმ შემთხვევაში თუ 20%-ზე მეტი არის უცხოური დაფინანსება, აქვს მხოლოდ ერთადერთი ვალდებულება. წელიწადში ერთხელ იანვარში შეავსოს ფინანსური დეკლარაცია წინა წლის. რა გახდა აქ უსაშველო ასეთი, რასაც აკეთებს 5000 საჯარო მოხელე, რასაც აკეთებს ყველა საჯარო დაწესებულება, რომლის ბიუჯეტიც გამჭვირვალე არის, ყველა ამას აკეთებს, ერთადერთი გახდა მაინც და მაინც ეს სექტორი, რომელიც ცდილობს დაფაროს საკუთარი ფინანსები და აქ ზუსტად ეს რეაქციები აჩვენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით დასამალი ბევრია და ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა. გუშინდელი რეაქციებს მათ შორის რასაც უყურებთ, განსაკუთრებული აგრესიული ვინც არის არასამთავრობო სექტორიდან, მედიიდან, ოპოზიციიდან მათ შორის, ვინც გამორჩევა განსაკუთრებული რადიკალიზმით, თუ კი დააკვირდებით, ყოველთვის მიაგნებთ კვალს ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებისა და დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებისა, EID-ის და NED-ის. ამ ორი ფონდის კვალს მიაკლებთ ყველგან, სადაც დაინახავთ პირდაპირ შეიძლება ტესტი არის, როგორც კი დაინახავთ რადიკალ NGO-შნიკს, რადიკალს, მედიიდან წარმომადგენელს ან ოპოზიციიდან, ჩაეძიეთ, მიიკითხეთ, მოიკითხეთ, რაღაცას გაარკვევთ, რაღაცას ვიღაცა გეტყვით და ყოველთვის მიაგნებთ კვალს. NED-ის და EID-ის კვალს. ეს არის ის ორი ორგანიზაცია, რომელთან დაკავშირებით მე პირადად მქონდა მათ შორის ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარი, დიპლომატებთან საუბარი, თავად დონორთან საუბარი, იყო დაპირებები, რომ იქნებოდა გამჭვირვალე და გასაჯაროდება და რას ხედავთ ახლა? აი ხო არაფერი არ უშლის, ორი კვირა თუ მეტი გავიდა, რაც ეს პროექტი არის ინიცირებული. თუ კი ყველაფერი უპრობლემო არის, EID-ის და NED გაასაჯაროებთ. რატო არ ასაჯაროებთ თავის პროექტების სიას? რა პრობლემა არის? ორი კვირა თუ სამი კვირა ნერვებს იშლის. NGO სექტორი, მედია, ოპოზიცია ნერვებს იშლის ზოგიერთი უცხოელი აქტორი ამ ნერვების შლას. EID-ის და NED-ის პროექტები დადონსია, რას მალავენ? აი დღეს რატო არ მალავენ? 5 წუთი ჭირდებათ ნებისმიერ ვებგვერდზე, გინდა საელჩოს, გინდა თავის ვებგვერდზე EID ატვირთოს რა პროექტებს აფინანსებდა და აფინანსებს საქართველოში. რატო მალავენ და კიდევ ერთხელ ყველა აი ამ რადიკალი ჯგუფის უკან დგას ეს ორი ორგანიზაცია მინიმუმ და სხვა დანარჩენი არ. ბატონო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მინდა რომ
სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ საქართველოს პრეზიდენტმა გააგრძელა განცხადება და ის ამბობს რომ საქართველოს ხელახლა გასაბჭოებას არ დაუშვებს სპეცრაზმელები წყლის და გაზის ჭავრით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება მიმდინარეობს დაკავებები საქართველოს ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს რას უპასუხებთ სალომე ზურაბიშვილი მე მგონი მან თავის თავს უპასუხა როდესაც მან ტვიტი შემდეგ ქართულად დადო Facebook-ზე და სპეცნაზელი რომელიც მან ახსენა რუსული ტერმინი თავის ტვიტში ქართულად დაწერა როგორც სპეცრაზმელი ვერ გაბედა იმიტომ მიხვდა საერთოდ რა გააკეთა. როდესაც ადამიანი რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მე მგონი დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია. როგორ შეიძლება, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია გიკავია, შენ ქართულ პოლიციელებს, რომელიც დღისი და ღამით, ქარში და სიცივეში და სიცხეში, დგანან ქართული ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე, შენ რუსები უწოდა. და ეს გააკეთა მან თავის ტვიტში, როდესაც მათ სპეცნაზელები უწოდა. რუსული ტერმინი გამოიყენა, რუსული სიტყვა გამოიყენა მან ქართული პოლიციის წინააღმდეგ. ცოტა ხანში იქნება ქართული პოლიციის დღე და მაინტერესებს ერთი ამ დღეს როგორ აღნიშნავს, როდესაც რუსებად მოიხსენებს ქართული პოლიცია. არ დაუშვებსო. ნუ ეს დანარჩენი უკვე ბელეტრისტიკა არის. ეს დანარჩენი არის ბელეტრისტიკა. მან თავარი არსი და დამოკიდებული ამ ქვეყნის მიმართ სხვა დროსაც გამოხატა და გუშინ განსაკუთრებით გამოხატა, როდესაც ქართულ პოლიციას რუსები ეძახა. ასე რომ ამით არის ყველაფერი ნათქვამი თუ რა ლეგიტიმაცია აქვს და მე მგონი ის რომ მისი ადმინისტრაციიდან დატოვეს თანამდებობები მე სხვების თუ დაფიქრდებიან საერთოდ შენ რამდენად ღირს რომ იყო იმ ადმინისტრაციაში რომელიც შენი ქვეყნის პოლიციას რუსებად მოიხსენიებს ნუ არ ვიცი ხარ რა სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მოგიწოდათ მე-6 რომ ეს ქვეყანა ეს კანონი ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს თქვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე განცხადებაც იყო მეთუ მილერის სასამართლოსთან დაკავშირებით და კონკრეტულ მოსამართლებთან დაკავშირებით მოახდინეთ რეაგირება და გამოგიდგენთ სასამართლოს ძალიან პირველ რიგში მე-6 მოგიწოდათ სახელმწიფო დეპარტამენტმა მე-7 მეგონი აი პირველი საკითხი პირველს მოწოდება აი მე-6 მოწოდებას და კიდევ ერთხელ ამ საკითხზე ნერვო ყველაზე მარტივი ხო არის რომ დემოკრატიის ნაციონალური ფონდი ნედის ყველა პროექტი გაასაჯაროა. დაფინანსებული არის ამერიკის შეერთებულ შტატების ბიუჯეტიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი მათ შორის ამ საკითხებში იქნება ჩართული. ამდენ 6 განცხადებას. უფრო მარტივი არ არის, რომ თქვა, ანუ ყველაფერი გამჭვირვალეა. აი აქტებს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებები. რატო არ ასაჯაროებენ? რატო? ხომ უმარტივესი კითხვა არის. ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა. ხომ ამას ამბობენ, რომ თქვენი ხალხო, თქვენი სიკეთისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ქართული ხალხის სიკეთისთვის ვაკეთებთ. არაფერი დასამალი არ არის, ეს მეგობრული ფული არის. გაასაჯაროონ. რატო არის შიში? რატო არის ამ შიში საჯაროების? ხო და აი გეტყვი. ხო და ეს არის დოგმები. ეს ყველაფერი დოგმებია. უყურეთ არგუმენტია დოგმები, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, გადაგახვევინებს თუ არ გადაგახვევინებს. მარტივი საკითხია. ხომ მარტივი საკითხს ვიმჯელობთ? აი წარმოადგენაც კი შეუძლებელია, საერთოდ როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი. რომ იყოს რაღაცა საჯარო. თან ხდებით, გუშინ კომიტეტის ხომას ხო ცნახეთ. ყველა თან ხდება, რომ კი, უნდა იყოს საჯარო, კი, უნდა იყოს გამჭვირვალე. ყველა NGO, ოპოზიცია, ყველა თან ხდება. მეორე კითხვა, რატო არ არის მაშინ? თუ უნდა იყოს და ამიტომ ეს არის სწორედ პასუხი. ნაცვლად 6ჯერ გამოხმაურებისა და 6 განცხადების გაკეთებისა, მე მგონი უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ისაც მათცია დამოკიდებული, ხო? კანონის მიღება არ მიღება, ხომ არ არის დამოკიდებული მათცე. მათცე დამოკიდებული არის ის, რომ თქვა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, აქ არის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსება და გაასაჯარო. სხვათა შორის, ეს ფონდი მე პირადად დამპირდა რომ გაასაჯაროებდა რამდენჯერ მე ერთი წლის განმავლობაში და ყოველ ჯერზე ამ დაპირებაში აღმოჩნდით მოტყუებული. რაც შეეხება მეორე საკითხს. იმაზე რომ აი ნახე თავარი სტრატეგიული მოკავშირე რომ ამას ამბობს რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას გამოიწვევს. პასუხისმგებლობას იღებს თუ არა ქართული ოცნება იმაზე რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული და რეალურად ქვეყანამ გადაუხვა ევროინტეგრაციის გზას, იქნებით თუ არა ერთადერთი პასუხისმგებელი თქვენ თუ გავითვალისწინებთ მით უმეტეს იმას რომ რუსეთიდან ძალიან აქტიურად აქებენ ამ კანონს. ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას რაც არის კარგი ქართული ხალხისთვის,
რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისთვის იქნება ღია. ჩვენ თუ გავაკეთეთ ის, რაც არის ცუდი ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ დაიხურება. ჩვენ გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც. გვეუბნებოდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაუშვებთ საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირში. ხო გვეუბნებოდნენ, საჯაროთაც გვეუბნებოდნენ. გვეუბნებოდნენ პარლამენტარებს და აკვირდით ევროპარლამენტარებს. აბა რა გინდა? ოფიციალურ პირებზე ვსაუბრობთ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული გვეუბნებოდნენ, ზოგი გახსნილად, ზოგი დახურულ კარს მიღმა ერთი. გვეუბნებოდნენ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველოს კანდიდატია. მეორე გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ თუ არ დააწესებთ სანქციებს რუსეთისგან, ზოგიერთი დღესაც გვეუბნება. დახურულ კარს მიღმა უნდა იცოდეთ, რომ ამაზე კიდე მიდის მსჯელობა, რომ დაუწესოს საქართველოს რუსეთს სანქციები. სადაც ყველა შეთანხმდა, ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიციაც კი შეთანხმდა იმაზე, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს. მოკლედ რო ვთქვა. და ისე ცოტა დეტალურად ვთქვა, ნიშნავს სამხედრო დაპირისპირების რისკს და ეკონომიკურ კოლაფსს. ამიტომ ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ ეს არის წინაპირობა შემდგომი წესთვის ევროკავშირისკენ, რუსეთისთვის სანქციების დაწესება, არ დავაწესეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამიტომ ამბობენ ერთია, მაგრამ ჩვენ ამბობენზე არ უნდა ავეწყოთ. ჩვენ უნდა ავეწყოთ, ჩვენ თუ ვიმოქმედეთ ქართული ხალხის ინტერესებში, რომელიც არის ევროპელი ხალხი, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია და თუ ხალხის ინტერესის საწინააღმდეგო ვიმოქმედეთ, მაშინ ევროპის გზას დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა კიდე კაცშვილმა არ იცის რომ გაგვეკეთებინა ის რასაც გვეუბნებოდნენ მიხეილ სააკაშვილი გაგვეშვა სანქციები დაგვეწესებინა აი რა იტრიალებოდა დღეს თბილისის ქუჩებში აი ვიპასუხონ იმათ ვინც ამისკენ მოგვიწოდა მეორე საკითხი საჩემ რაც შეეხება მოსამართლეების საკითხს აქაც ერთი საკითხია მნიშვნელოვანი ჩვენ დღემდე ველით განმარტებას ნიკა გვანამიას მოსამართლის ბატონი ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოდან. პირველი უნდა იყოს ეს განმარტება, რასთან ქონდა საქმე, რატო იყო ზეწოლა მოსამართლეზე უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მხრიდან, რაც წარმოადგენს როგორც ვენის კონვენციის დარღვევას, ისე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას. მით უმეტეს, რომ გაირკვა საბოლოო ჯამში სტრასბურგის მიერ, რომ ეს ზეწოლა ეფუძნებოდა მცდარ არგუმენტებს თუ მოსაზრებებს, ანუ აქ ცდარიც იყო და იყო ამავე დროს მიღმა პარტნიორული ურთიერთობისა. ამ ზეწოლის შედეგად, რომელიც მოახდინა ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მოსამართლეზე და რომელმაც გამოიწვია შემდეგ მათ შორის გახადა ის სამიზნე მორალური ტერორისა NGO-ების მხრიდან და ოპოზიციის და მედიის მხრიდან, ამ მორალური ტერორის შედეგად ჯანმრთელობის ზიანი განიცადა მისმა მცირეწლოვანმა არასრულწლოვანმა შვილმა. სანამ არ მოვისმენთ განმარტებას ამასთან დაკავშირებით, თუ რომ და წუხილს ამასთან დაკავშირებით და ბოდიშს ან განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლის მიმართ და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ქმედებების გამო მორალურ ტერორში აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე და მისი მოსამართლე ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ეს განმარტებები უნდა მოვისმენოთ და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ. მოსამართლეებს მართლა დაკავშირებით გამოძიება არ უნდა წარიმართოს. მახსენებენ ერთმანეთის მიხედვით, რომ გამოძიება საჭიროა. არიან კონკრეტული საკითხები. ორეთ არგუმენტები აქ არსებობს მარტივი არგუმენტი. ფაქტი არის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები მივიდნენ მოსამართლესთან მოსთხოვეს ანგარიში და ამითი გახადეს ის ობიექტი მორალური ტერორისა ის და მისი ოჯახის წევრები რამაც გამოიწვია ზიანი ჯანმრთელობის ზიანი მისი არასრულწლოვანი შვილისა აი აქ არის ყველა არგუმენტი და ფაქტი ყველაფრისთვის მოცემული იმისთვის რომ დაველოდოთ განმარტებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ამიტომ მოვისმინოთ ჯერ უნდა განმარტებები ამასთან დაკავშირებით რაც შეეხება სანქციებს აქაც უკვე ფიქრობ არასერიოზული არის უკვე ამ საკითხის მსჯელობა არაერთხელ ითქვა ერთი რამე ფაქტი მაინც მოგვაწვეთ აქაც დოგმებით არის ხომ ანუ ერთადერთი არის ის რომ რაღაცა ასე თქვა დოგმის დონეზე გვეუბნებიან რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა
და ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ მუშაობს, საქართველოს არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუ კი ვინმე აქვს რაიმე პრეტენზია რომელიმე საქართველოს მოქალაქის და საქართველოში ყოფნის ნებისმიერ ადამიანის მიმართ, უნდა წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა რაიმე ხელშესახები მტკიცება. დღეს და ნოაიმედიას არ დაუშვით და რადიოს არ დაუშვით ბატონო რამდენიმე დღეში შეიძლება მეც აღარ მოგეწონა და ჩემი კითხვა არ მოგეწონა და მეც არ დავუშვით ტელევიზიები ანუ რას ნიშნავს ჩვენ ძალიან ბევრი ვიჩხუბოთ მეჩხუბეთ თავარ ჟურნალისტებს ამასთან დაკავშირებით მაგრამ ყველაფერი მოდის თქვენთან მე მგონია რომ არასწორი გადაწყვეტილება თქვენი მხრიდან ეს მიღებული გადაწყვეტილება რომ არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან დიდი ხანია მუშაობს. აქ მსგავსი რამ არ დაუშვია. ეს საყვედური ჩვენგანაც მიიღეთ აუცილებლად ჟურნალისტებს. უბრალოდ ყოვლისა უნდა თქვათ ის თუ რა არის მიზანი მედიის ყოფნისა პარლამენტის შენობაში. პარლამენტის შენობაში მედიის ყოფნის მიზანი და აქ მუშაობის მიზანი არის გაშუქება პარლამენტის საქმიანობისა, ანუ ჟურნალისტური საქმიანობა, გაშუქება პარლამენტის საქმიანობისა, იმისთვის რომ საზოგადოებამ გაიგოს რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ განიხილება და ასე შემდეგ. ეს არის მიზანი. სწორედ ამისთვის არსებობს აკრედიტაცია. 340 ჟურნალისტი არის აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში. აქედან 290 არის ტელემედიის, 17 ტელევიზიის წარმომადგენელი. შესაბამისად ამ რეგულაციით, რომელიც არსებობს დღესაც, 17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში. რაც შეეხება ონლაინ მედიას. თქვენ გუშინ ჯერ მანამდე ნახეთ ბიუროს ხდომა როცა იყო, როდესაც ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი შემოვიდა, იმისთვის პროტესტი გამოეხადა, ხო? ახლა გაშალა პლაკატი. გუშინ თქვენ ნახეთ მათ შორის, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლები მათი მიზანი შემოსვლის იყო პროტესტის გამოხატვა. მეთანხმებით პროტესტის გამოხატვა იყო. მათ კიდევაც ჰქონდათ გამზადებული პლაკატები, ნახეთ რომ წინ იდგნენ და გამოხატავენ პროტესტს. ამიტომ მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება. რაც გასაგებია, კი ბატონო, უნდა პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომ და ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შენი პროფესიული მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირება. ამისთვის არ არის. მაგალითად შემოვიდე რაღაც საპროტესტო პარლამენტში ნიშნავს რომ იმედის თავის თავარიათის ყველა ჟურნალისტს უნდა აიკრძალოს არჩევანი. უყურეთ სტანდარტი დაადგინეთ. არა, უყურეთ ზუსტად ხომ ნახე, ანუ მე იმიტომაც გიცხადეთ მე რაოდენობა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისა არის სულ რამდენიმე ათეული არის თუ რამდენიმე ჟურნალისტია საერთოდ და ნახეთ თუ ყველა ჟურნალისტი აბსოლუტურად აქ შემოდიოდა იმისთვის რომ პროტესტი გამოეხადა. კიდევ გასაგებია მათი პროტესტი, ერთი რომ შეუძლიათ გარეთ საჯაროდ გამოხატონ თავის პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას. პირველი ეს არის სწორედ ჟურნალისტური ეთიკის გარღვევა, როდესაც ხდება ჟურნალისტური აკრედიტაციის გამოყენება, იმისთვის რომ შეხვიდე დაწესებულებაში, რომელმაც ეს აკრედიტაცია მოგცა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, შეხვიდე და ნაცვლად გეტყვით, არა, ჯერ ამას ვსაუბრობ, უკვე აკრედიტაცია გაქვთ თქვენს და ყველას იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა და ამის ბოროტად სარგებლობაა და ჟურნალისტური ეთიკის გარღვევა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა აკრედიტაციით იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოს და მოქალაქეებს უამბო რა ხდება თქვა პარლამენტში და ნაცვლად იმისა, რომ ეს მოქმედება განახორციელო, შენ რაღაც მოქალაქეობრივ პოზიციებს აფიქსებ. და უყურეთ ამისთვის არ არის აკრედიტაცია. აკრედიტაცია არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის და ბოროტად გამოყენებაა თუკი ჟურნალისტურ აკრედიტაციას გამოიყენებ იმისთვის, რომ გამოხატო. მაგალითად, საშვით ვიღაცა შემოვიდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, პროტესტის და აქციის და ასე შემდეგ გამოხატვის. არსებობს მეორე რეგულაცია, რომელიც ეხება ვიზიტორებს, ყველა მოქალაქის აბსოლუტურად, ჟურნალისტებსაც მათ შორის, ან ყველა ვინც არ არის პარლამენტის წევრი ან აპარატის თანამშრომელი, იცით რომ ეს რეგულაციებიც არსებობს უსაფრთხოებასთან, სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და იქაც არის შესაბამისი შეზღუდვები, რომ შესაბამისი სამუშაო გარემო ჰქონდეს ყველას. კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ეს არ არის სივრცე
აქციების ჩასატარებლად, ამისთვის არსებობს სივრცეები და შეიძლება ჩატარება და ხმის მოწმენა მათ შორის პარლამენტისთვის. რაც შეეხება პარლამენტის შენობის შიგნით, აქ მნიშვნელოვანია ეს არის სწორედ ჩემი მათ შორის პასუხისგებლობა კონსტიტუციითაც, რომელსაც მავალია საქართველოს პარლამენტის შენობაში უმაღლესი ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება, რომ უზრუნველყო ყველა თანამშრომლის აპარატის ყველა დეპუტატის და მათ შორის ყველა ვიზიტორის თქვენი სამუშაო გარემო. აქ თუ ვიღაცა შემოვა და არა, ყველას არ ეხება, უბრალოდ მე არა, უბრალოდ არა, მათ ჰქონდათ გაცხადებული მიზანი, კიდევ ერთხელ გაცხადებული მიზანი ჰქონდათ, რომ მათი შემოსვლა პარლამენტში სრულად გაცხადებული მიზანი ჰქონდათ, რომ მათ სრულად შემოსვლა პროტესტის აქციის ჩასაწარებლად, რაც დადასტურდა კიდევაც იმით, რომ შემოვიდა ერთხელ პუბლიკას ჟურნალისტი, ნახეთ რომ აქცია ჩაატარა და გავიდა და საერთოდ ერთი წამითაც რაიმე ჟურნალისტური საქმიანობა არ განუხორციელებია. სხვა შორის ეს ჟურნალისტი სამჯერ არის შემოსული პუბლიკას ჟურნალისტურ გულისხმობ, ქალბატონ სულ ერთი წელია რაც აკრედიტაციის სისტემა არსებობს, სულ სამჯერ არის შემოსული აკრედიტაციით, აქედან ორჯერ წესები დაარღვია. აქაც ჩანს რომ ჟურნალისტური ინტერესი მას არ აქვს. რა თქმა უნდა ამათ. არა, უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ ჟურნალისტები ნახორციელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას. ხო და ეგ არ არის ჟურნალისტური საქმიანობა გაგიკვირდებაც დგა. ამის გამო ყველა უნდა დასაჯოთ. არა, რა შეეხება? კიდევ გავუშვით რუსთაველი, გავუშვით იმედი, გავუშვით საზოგადოების მოწმე სხვა არასწორი. არა, გეტყვით. ნაში თქვით რომ იმ ადამიანს არ შემოუშვებთ და უფრო მეტად უყურეთ, რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, მისი მთავარი ამოცანა არის პრევენცია. ანუ იმიტომ ცხადდება, ხომ ის უსაფრთხოების რეჟიმი, როდესაც მათ შორის შემოსვლაც არის შეზღუდული, ამას პრევენციული ფუნქცია არ აქვს, მაშინ უნდა ჯერ ყველა შემოვიდეს, ყველამ რაღაცები უნდა დაარღვიოს და მე ვიყოთ ამის აღკვეთაზე ორიენტირებული. და ეს თავად აღკვეთის პროცესიც უკვე არის შეშლა სამუშაო პროცესს, ამიტომ პრევენციაზე მე მგონი გუშინ, აი ყველა ამ ჟურნალისტმა გუშინ შემდეგ წრეები ურტყა პარლამენტს, სხვადასხვა პლაკატებით შეძახილებით და ხმოვანი ინსტრუმენტებით, რითაც დაადასტურეს მე რამდენჯერ უკვე, რომ მართალი სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მათ არ აქვს ჟურნალისტური ინტერესი აქ საქმიანობის, მათ აქვს ინტერესი ჩაშლის პროცესში. მე უნდა მითხარით ერთი ორი პატარა კითხვა და შემელი და მეორე ხო, მე მგონი ნახეთ რომ ესე იგი 4 ვაკანსია არის, ან თავმჯდომარის და 3 წევრის ვაკანსია არის, შემოსული იყო ჯამში 5 განაცხადი, შეარჩია კომისიამ კანდიდატები, გაესაუბრა მათ, დღეს კომიტეტის იყო გასაუბრება, მთავარი არის ერთი რამ. აქაც დოგმა და არგუმენტი, ხომ? მთავარი არის ერთი რამ, რომ არ არსებობს არც ერთი ამ ადამიანის მიმართ. უკვე რა ვიცი, წელზე 2 წელია მე მგონი ეს ადამიანები არჩეული არიან და შემდეგ გაუგრძელდათ და დროებით და ასე შემდეგ, ყოველ ჯერზე ვერავინ, ვერც ერთი კონკრეტული რაიმე არგუმენტი ვერ წმენით გველაპარაკებიან, რომელსაც გონიათ, ჯერათ, ვიღაცამ რაღაც თქვა და ასე ხო არ მოქმედებს საღი აზრის მქონე ადამიანი. ხომ ჩვენ არიან პროფესიონალი ადამიანები, კანდიდატები, რომლის მიმართაც საერთაშორისო შეფასება მათ შორის არსებობს, ჩვენი CESCO-ს უმაღლესი საერთაშორისო შეფასება არის. ჩვენმა საარჩევნო კომისიამ შეძლო უმოკლეს ვადებში ელექტრონული თვლელების სისტემა დანერგა და ხედავთ როგორ კარგი ტესტირება მიდის, წარმატებული ტესტირება და პილოტირება ჩატარდა. ამიტომ რა თქმა უნდა იმსახურებენ ჩვენ დობას. იმედი მაქვს რომ ოპოზიციიდანაც ექნება მხარდაჭერა იმისთვის რომ 90 ხმა იყოს, თუ არა და იცით რომ შემდეგ მეორე კენჭისყრა იქნება უკვე ჩვეულებრივი უმრავლესობით, ასე რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს რომ ხარი დაუჭიროს ამ კანდიდატს. უცებ კითხავდი, რატომ გუშინ შეხვედრა ელჩებთან, დიპლომატებთან, შეიცადა აიხსნა არგუმენტები, რატომ იღებს პარლამენტი ამ კანონპროექტს, რას ელოდებთ ამ შემდეგ, ამ შეხვედრის შემდეგ იქნება თუ არა პოზიციის ცვლილება. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა წერილობითი განცხადებაც და მეც იცით რომ შეუერთდი მის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მე ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც მე ჩემი წუხილები მაქვს, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი
ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში. რაც გარკვეულწილად გასაგებია, ჩვენ არ ვართ ახლა მოწყვეტილი სამყაროს, მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა, მაგრამ ამას აქვს ერთი რისკი. ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტების განხილვაში აქვს ერთი რისკი. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დისკუსიის თუ დებატისა, იმ მომენტში დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ. იმიტომ რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ვცდილობ დაიცვა რაღაც აზრი. შესაბამისად ეს იწევს მიმხრობას ამა თუ იმ პოზიციის მიმართ. რაც საბოლოო ჯამში აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ვინაიდან შემდეგ ამ როცა ემხრობა ამა თუ იმ პოზიციას, საზოგადოებაში სხვადასხვა აზრებია პოზიციების მიმართ და ის ვინც ამა თუ იმ დიპლომატის პოზიციის საწინააღმდეგო პოზიციაზე არის, მას უჩნდება ნეგატიური რაღაც წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიმართ, რომელიც შემდეგ უკვე აბსტრაგირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომაც არის ვენის კონვენციაში ჩაწერილი, რომ შიდა საქმეებში მონაწილეობა არ უნდა იყოს. ეს მარტო ის კი არ არის, რომ სუვერენიტეტის საკითხი, ეს თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს მოცემულობა სამწუხაროდ მე ესე დამხვდა პოლიტიკაში, როდესაც მოვედი, არის მონაწილეობა დიპლომატიურ წარმომადგენლობისა შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, მაგრამ მეორე მანკიერებაც აქვს ასეთ მონაწილეობას, რომ ის ხშირად არის დახურულ კარს მიღმა, რაც კი ბატონო გასაგები არის და ასეც ხდება და ეს არის ნაწილი ჩვენი ურთიერთობისა ჩვენ პარტნიორებთან, თუმცა მთავარ გაკვირვებას იწევს შემდეგი რამ, როდესაც დახურულ კარს მიღმა, საუბრობთ რაღაც საკითხებზე, თუნდაც კანონპროექტი იქნება თუ სხვა საკითხები, საუბრობთ და იქ მსჯელობის დროს რაიმე კონტრარგუმენტი ჩვენ არ გვესმის და პირიქით დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ საჯარო კომენტირებისა სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. ამიტომ თუ კი არის სურვილი მონაწილეობისა ქართულში და პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების განხილვაში პირველ მეორე თუ მესამე მოსმენის დროს იყოს ეს საჯარო. თუ კი ჩვენ გვინდა რომ კომიტეტის ხდომა იყოს საჯარო, ბიუროს ხდომა საჯარო, ყველაფერი საჯარო, აბსოლუტურად ყველგან არის საჯაროობა, რატო? იმიტომ რომ მოსახლეობამ იცოდეს როგორ განიხილება საკითხები, მაშინ იყოს ესეც საჯარო. და ნახავს მოსახლეობა რა არგუმენტები არსებობს, იმიტომ რომ აქაც კიდე ერთხელ სამწუხაროდ აი ამ თემასთან დაკავშირებით და ზოგიერთ სხვა თემასთან დაკავშირებით ჩვენ უცხოელ პარტნიორებს მხრიდან ვეჯახებით დოგმატიზმის ყრუ კედელს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით, ხოლო იქიდან საუბარი არის კი და არა. უბრალოდ რომ ასე აჯობებს თუ ისე აჯობებს, ის არგუმენტის გარეშე. საფრთხეებზე გითხოთ, ბოლო კითხვა და უნდა გავიგოთ. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მშვიდობის ინდექსი, რომელიც პროგრამისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს არ აფასებს, პირიქით თქვა საუბარია ქვეყნის საგარეო, საშინაო პოლიტიკის მახასიათებლებზე, რეფორმების განვითარებაზე, ზოგადად ინვესტიციების პოლიტიკურ მახასიათებლებზე. რადგან საქართველოს შესამჩნევა მისი აჩვენებელია ეს არის ქართველი ხალხის სწორი არჩევანის დადასტურება უპირველეს ყოვლისა. იმ არჩევანის, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე რამდენჯერმე გააკეთა და იმ არჩევანის, რომელსაც ქართველი ხალხი ყოველდღიურად აკეთებს იმით, რომ რადიკალურ ჯგუფებს ჩვენ საზოგადოებაში სათანადო ადგილს მიუჩენს ხოლმე. ქართველი ხალხის სწორი ბრძნული მიდგომების შედეგი არის, რომ საქართველოს არ გადაეშვა ომში, საქართველოს არ გადაეშვა ეკონომიკურ კოლაფში, საიდანაც მოგვიწოდებდა ჩვენ რადიკალური ოპოზიცია, საიდანაც მოგვიწოდებდა ჩვენ NGO სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი და საიდანაც სამწუხაროდ ზოგიერთი უცხოელი აქტორიც მოგვიწოდებდა ჩვენ იმით, რომ გვეუბნებოდა რომ უნდა შემოგვეღო სანქციები, იმით რომ გვეუბნებოდა რომ უნდა გაგვეშვა მიხეილ სააკაშვილი გარეთ და იმით რომ აი ბევრ საკითხთან დაკავშირებით არა ჩვენი ქვეყნის ინტერესის შესაბამის წინადადებებს თუ რეკომენდაციებს გვაძლევდნენ, არამედ ის რაც მათ ინტერესში იყო, ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ინტერესს. კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების. ბოლო კითხვა. უპირველეს ყოვლისა ეს ოპოზიცია არის, ვინც თავის დღის წესრიგს აწყობს უცხოელების შეფასებას. ქართული ოცნება და საქართველოს ხელისუფლება უცხოელების შეფასებაზე თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ აწყობს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან არის ეს შეფასება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დღის წესრიგს ვაწყობთ საქართველოს ხალხის ინტერესებზე
და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების და ეკონომიკური ზრდის ინტერესებზე. რაც შეეხება პროცედურებს CESCO-სთან დაკავშირებით, განხილვა მოსმენას თუ პლენარულ არ ხდება, გამოვა პირდაპირ კენჭისყრაზე. საკითხები კომიტეტზე იყო, დიახ, დღეს გამოვა კენჭისყრაზე. კიდევ ერთი პოლიტიკური განცხადებები იქნება და შემდეგ უკვე ამ პროცედურებზე გადავალთ მათ შორის კენჭისყრაზე. არა, ეგეთ პროცედურა არ არსებობს. ხო, ნახოთ ახლა გასაგებია ჩვენ გუშინდელი გამოცდილებითაც ხედავთ რომ ოპოზიცია ცდილობს გაწელოს ეს პროცედურა და მე იმედი მაქვს რომ დღეს პლენარული სხდომის დროს იქნება უპირველეს ყოვლისა კონსტრუქციული გარემო და ყველა იმსჯელებს არ არის არანაირი საჭიროება ყვირილის, კიდევ ერთხელ ყვირილი მხოლოდ ამყარებს იმას რომ არ უნდათ არ არის არგუმენტები და არიან ფანატიკოსი დოგმებით მოქმედი ფანატიკოსები და ესეთები ხო გვინახავს სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ჯგუფები ხო დოგმებით მოქმედი ფანატიკოსები არიან რომელსაც არ შეუძლიათ არგუმენტებით საუბარი და თუ კი აქვთ არგუმენტები აგერ არის ბურთი მოედანი და პლენარული სხდომის დარბაზი ასე რომ იმედი მაქვს რომ იქნება კონსტრუქციული განხილვა. მადლობა.